მოგახსენეთ პირველი მოწოდება ეხება პოლიტიკურ პარტიებს, ყველა პროევროპულ და პროდასაულ პარტიებს მოუწოდებთ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ მთავარი სამი მიზნის გარშემო: ახალი არჩევნები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების განთავისუფლება და ბოიკოტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მეორე, ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს გთხოვთ და მოგიწოდებთ: გამოდით ქუჩაში და გააპროტესტეთ ქვეყნის პოლიტიკური კურსის ევროპიდან რუსეთისაკენ ცვლილება, დრაკონულ სადამსჯელო კანონების მიღება, თქვენი თანატონების არაადამიანური წამება, ასევე სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების, სტუდენტებისა და სხვა პოლიტიკური პატიმრების არსებობა ქვეყანაში. საქართველოში დასრულდა დემოკრატია და ფესვებს იმაგრებს ტოტალიტარიზმი და ტირანია, რომელიც საბოლოოდ დაასამარებს ამ ქვეყნის ახალგაზრდობის ევროპულ და ყველანაირ მომავალს. ქვეყნის სტუდენტობა და ახალგაზრდობა ხართ ამ ქვეყნის ხერხემალი, რომელმაც ღირსეულად უნდა ჩაიბაროთ ამ ქვეყნის მართვის სადავეები. ამავდროულად მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ სწორედ თქვენ ხართ ის თაობა, რომლებმაც გადაწყვიტეთ და ფიცი დადეთ სამშობლოსა და გმირების წინაშე, რომ სიცოცხლის ფასად არ დაუთმობთ მტერს, მოპოვებულ თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. შესაბამისად მოგიწოდებთ ყველას, ნუ შეხვალთ ისტორიაში როგორც ფიცის გამტეხი თაობა, დაუმტკიცეთ მტერსაც და მოყვარესაც, რომ თქვენ ხართ გმირების საფლავებთან დადებული ფიცის ერთგულნი, რომლებსაც სამშობლოს ვერავინ წაართმევს და ვინც ამას გაბედავს, საკადრის პასუხს მიიღებს ყოველთვის. მოგიწოდებთ და გთხოვთ საქართველოს მოსახლეობას, ვიდრე დიქტატურისა და ტირანიის საცეცეები თქვენამდე არ მოსულა, ვიდრე თქვენი შვილები და ძმები ქმრები უკანონო პატიმრობაში და არ აღმორჩენილან, აიმაღლეთ ხმა და გააპროტესტეს ქვეყნის რუსიფიკაცია, არჩევნების გაყალბება და პოლიტიკური პარტიების პატიმრების არსებობა, ვიდრე ჩვენი შვილების ხედან ციხეების ჯურღმულებში და არა თქვენი შვილებიც. გამოდით გარეთ და გააპროტესტეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ოჯახებშიც შემოვა დიქტატურის კაცრი მარწუხები. მეხუთე, საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენებს მოგიწოდებთ: ნუ გახდებით ავტორიტარული რეჟიმის ყულაბა, ნუ გაამდიდრებთ რეჟიმის კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, ნუ გააძლიერებთ რეჟიმის მთავარ დასაყრდენ ძალას, უკანონო ხელისუფლების, უკანონო მილიციის ეგრეთ წოდებულ სამართალდამცავ ორგანოებს, რაც უფრო მეტად გაჩუმდებით, მით უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ თვითმარქვია რეჟიმისათვის, რაც ისეც გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ, ვინაიდან დიქტატურისა და ტირანიის პირობებში თავისუფალი ბიზნესის წარმოების ადგილი არ იქნება და ადრე თუ გვიან მოგიწევთ ყველაფრის დათმობა და ოლიგარქიისა და მისი მოღალატეობრივი რეჟიმის სასარგებლოდ. ვიდრე ტირანია თქვენს ბიზნესში, თქვენს კომერციულ ობიექტებში შემოსვლა დაუწყია ბიზნესის რეკეტი, აიმაღლეთ ხმა და შეაჩერეთ რუსული რეჟიმის მიზნები, ქვეყანა ჩამოაშოროს ცივილიზებული ევროპული სამყაროს და აქციოს იგი რუსეთის გუბერნია. სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული 10,000-ობით საჯარო მოხელეს მოგიწოდებთ: დაადგეთ ჩვენს გვერდით და მხარი დაგვიტიროთ სამშობლოსა და შვილებისათვის უთანასწორო ბრძოლაში, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება თქვენი მხრიდან დუმილი, მით უფრო გაუარესდება თქვენი ღირსეული დასაქმება, მით უფრო გაუარესდება საჯარო სამსახურის შესახებ კანონმდებლობა, მით უფრო ადვილი გახდება რეჟიმისათვის არასასურველი საჯარო მოხელებების სამსახურიდან მასობრივი დათხოვნა და რაც დასრულდება თქვენთვის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აღარ იქნება სათანადო დაცული თქვენი შრომითი უფლებები, დარღვეული შრომითი უფლებების აღდგენა ამ სასამართლოს პირობებში შეუძლებელი გახდება და რეჟიმის უკანონო მოთხოვნების და უპირობო მონური შემსრულებლები გახდებით. ვერ შეინარჩუნებთ სამსახურებს და ვიდრე ეს ყველაფერი თქვენთვის რეალობა და ქცეულა, დროულად მოახდინეთ რეაგირება და დადექით ისწრების თორ მხარეს. ხმა იღვაღლეთ და გააპროტესტეთ ქვეყნის დეგრადაცია და საჯარო სექტორის სრული ჩამოშლა, თქვენი საქმიანობის კანონგარეშე დატოვება და რეჟიმის კორუმპირებული ჩინოვნიკების ერთპიროვნული მმართველობის ქვეშ მოქცევა. მეშვიდე, ევროკავშირის ქვეყნებს და დასავლეთის სახელმწიფოებს მოგიწოდებთ და გთხოვთ, ვიდრე არალეგიტიმური რუსული რეჟიმი მოახდენს ჩვენი ქვეყნის რუსეთის გავლენის ქვეშ მოქცევას, მოახდინოთ ყისიერი და სწრაფი რეაგირება, კაცრი ეკონომიკური, ფინანსური და ეკონომიკური სანქციები გაავრცელოთ ოლიგარქ ბიზინა ივანიშვილის, მისი ბიზნეს პარტნიორების, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების, ასევე მისი კორუმპირებული ჩინოვნიკების და სისტემის ძალადობაში მხილებული ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელების მიმართ, ასევე მურუსიძე ჩინჩალეთის კლანური სასამართლოს მოსამართლეთა და რეჟიმის გამყარების ინსტრუმენტად გამოყენებული პროკურატურის მაღალჩინოსნების მიმართ, ასევე პროპაგანდისტული პრორუსული ტელევიზიისა და ოდიოზური პროპაგანდისტების მიმართაც. საქართველოს არალეგიტიმურ და თვითმარქვია ხელისუფლებას მოგიწოდებთ:
მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიიღოთ ქვეყნისათვის, მისი მშვიდობისა და სტაბილურობის ევროპული მომავლისათვის მნიშვნელოვანი ისტორიული გადაწყვეტილებები და გაანთავისუფლოთ პოლიტიკური ტყვეობიდან ყველა სინდისის პატივარი, ასევე დანიშნოთ ახალი საპარლამენტო არჩევნები, რაც გამოიყვანს ქვეყანას ხერხმა პოლიტიკური ეკონომიკური კრიზისიდან. შესაბამისად, ქვეყანა თავის დაახსნევს საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკურ იზოლაციას, ასევე გაუჩნდება ქვეყანას ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შანსები. ისევ გახდება საქართველოს კავკასიის რეგიონის მთავარი სახელმწიფო, ისევ აღდგება ცივილიზებულ სამყაროსთან პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული და სხვა ურთიერთობები და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყანას ეყოლება ლეგიტიმური ხელისუფლება, მაღალი ნდობის მანდატით და მოსახლეობის ტოტალური მხარდაჭერით. აღნიშნული კი გააძლიერებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, მის დამოუკიდებლობას, თავისუფლების ხარისხს. იმ შემთხვევაში თუ არალეგიტიმური ხელისუფლება არ მიიღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, მაშინ ქვეყანაში განვითარებულ ნებისმიერ მოვლენაზე სრულ პასუხისმგებლობა დაიკისრება მას. ქვეყანაში რევოლუციას აწყობს არა ხალხი, არამედ ხელისუფლების უსამართლო და უგუნური გადაწყვეტილებები. შესაბამისად, ქვეყანაში მსგავსი მოვლენების განვითარების შემთხვევაში პასუხისმგებლობის ტვირთი მთლიანად დაეკისრება თვითმარქვია ოცნების ხელისუფლებას. ჩვენ ლეგიტიმური და სამართლიანი მოთხოვნების უგულოყოფის შემთხვევაში პოლიტიკური და სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები ვიტოვეთ უფლებას მივმართოთ პროტესტის უფრო მკაცრ და რადიკალურ ფორმებს, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეტვას, კორუმპირებული ჩინოვნიკების დასანქცირებული და ასევე კორუმპირებული მოსამართლეებისა და პროკურორების, მინისტრებისათვის და სხვა ჩინოვნიკებისათვის ყველგან და ყოველთვის დისკომფორტის შექმნას მოვახდენთ. მეცხრე, საქართველოს საპატრიარქოს გთხოვთ პოზიტიური როლი შეასრულოთ ქვეყნისათვის უმნიშვნელო პერიოდში, მოახდინოთ ერის კონსოლიდაცია და შერიგება, ასევე ხელისუფლებისათვის სამართლიანი მოთხოვნების წაყენება, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნიტარესი ილია მეორის ნდობა, სიყვარული და პატივისცემა უდიდესია ქართველებში. შესაბამისად, მას ხელეწიფება როგორც სულიერ მამას და აარიგოს ხელისუფლება და მიაღებინოს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, განთავისუფლდეს სინდისის პატიმრები და დაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები. გაუმარჯოს თავისუფალ, დამოუკიდებელ და ერთიან საქართველოს. გამარჯვება ხალხშია, ძალა ერთობაშია.